მოგესალმებით, დღეს ოთხშაბათია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენ უყურავთ პოდკასტ შესახებ. მე კი მისი წამყვანი მარი თევდორაშვილი ვარ. დღეს ძალიან საინტერესო ეპიზოდი გელოდებათ წინ, რადგან ვისაუბრებთ თემებზე, რომლებიც თვითოული ჩვენგანის ცხოვრებას ეხება. სიყვარული, ბედნიერება, ნდობა, ურთიერთობები. ამ საინტერესო თემებზე სასაუბროდ კი დღეს ჩემთან ერთად იმყოფება ქალბატონი ლალი ბადრიძე, ფსიქოთერაპევტი, რომელიც ყოველდღე ცდილობს, რომ ჩვენი საკუთარი თავი და ურთიერთობები უფრო უკეთ დაგვანახოს. ქალბატონო ლალი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მობრძანებისთვის, თქვენი დროის დათმობისთვის და ასე ჩემი გვერდში დგომისთვის. ძალიან საინტერესო თემებზე ვისაუბრებთ დღეს და მინდა ჩემი პირველი კითხვა დაგისვათ, თუმცა პატარა შესავალს გავუკეთებ, რომ სიყვარული ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ხშირად გამოყენებადი სიტყვა არის ჩვენ ცხოვრებაში. რომელსაც სხვადასხვა ადამიანი განსხვავებულად აღიქვამს. ზოგისთვის ეს არის პროცესი, რომელიც უბრალოდ მოდის, ზოგისთვის გრძნობა, რომელსაც თანდათანობით აშენებს, სწავლობს ამ ყველაფერზე. თუმცა ალბათ რეალურად თითოეულ ჩვენგან ცხოვრებაში ერთხელ მაინც გვიკითხავს, რომ რა არის რეალურად სიყვარული, ვიცით კი? და მაინტერესებს თქვენი აზრი სწორედ, რა არის სიყვარული? ეს არის გრძნობა თუ უნარი, რომელსაც ვსწავლობთ და რეალურად როგორ ჩნდება ის ჩვენს ცხოვრებაში? მოგესალმები მარიამ, მადლობა მოწვევისთვის და რომელ სიყვარულს გულისხმობ გააჩნია. ალბათ პარტნიორს უფრო მეტად, დიახ. კი ბატონო. არის გრძნობა თუ უნარი? ხო, ერთიც და მეორეც. ერთიც და მეორეც. სიყვარული გრძნობით იწყება, უფრო ხშირად, რა თქმა უნდა, მაგრამ შემდეგ გადადის უკვე უნარები თუ არ მიემატა ამ ყველაფერს. ის სიყვარული შეიძლება დაიკარგოს და რას გულისხმობ, ხო? მე მოგეხსენება სუზღაპრებით ვლაპარაკობ და ამასთან დაკავშირებითაც ვიტყვი, რომ მე ბაღი, რომელიც ბაღს უვლის და არაჩვეულებრივი ბაღი აქვს, ხო? ეფერება, უვლის და უცებ გვალვა დაიწყო. თუ მან არ მორწყა ეს ბაღი, თუ როცა შეესია მწერები არ მოუარა, არ მიხედა, ხო განადგურდება. ზუსტად ესეა სიყვარულიც. თავიდან ჩნდება ემოცია და სიყვარულის ყველაზე ცნობილი თეორია ამბობს, რომ სიყვარულისთვის საჭიროა სამი კომპონენტი. პირველი ეს არის ვნება, მეორე ეს არის საერთო ინტერესები და ნდობა და მესამე არის საერთო მიზანი, ერთად რაღაცა გეგმების დასახვა. ოღონდ ეს ორივე მხრიდან აუცილებელია. აქედანაც და იქიდანაც. თუ არ არის ორმხრივი ეს, მაშინ ეს სიყვარული არ არის და უფრო სხვა ურთიერთობებია. სხვათა შორის მახსენდება ხოლმე და ძალიან მიყვარს ეგზიუპერის ასეთი გამონათქვამი, რომ სიყვარული ეს არის ნიშნავს არ ერთმანეთის ყურებას, არამედ ერთმიმართულებაში ყურებას, თუმცა ალბათ დღესდღეობით რეალური ცხოვრება იმას გვანახებს, რომ ეს ერთმიმართულებაში ყურება არც ისე მარტივი არის, იმიტომ რომ არის სხვადასხვა წინააღმდეგობები, დრო, გარემოებები და ასე შემდეგ, რომლებიც ცვლის ამ ყველაფერს და რეალურად ეს ურთიერთობები დღეს უფრო კომპლექსურ სურათს გვანახებს. რა არის თქვენი შეხედულებით ყველაზე დიდი ილუზია ან შეცდომა, რისაც ადამიანებს სიყვარულის შესახებ სჯერათ, ან თქვათ ის ერთი სიმართლე, რაც ადამიანებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ და აქვე მაინტერესებს, რომ ხშირად გამიგია, რომ აი არასწორი ადამიანი არის არასწორ დროს. რეალურად ასე არის, თუ უბრალოდ არასწორი შეიძლება იყოს სწორი ადამიანი, უბრალოდ თქვათ არასწორ დროს. მარი შენ იმდენი კითხვა დამახვიე თავს, რომელიც გიპასუხო აღარ ვიცი. ხო, ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ ადამიანები თავიდან მართლაც ერთმანეთს უყურებენ და ერთმანეთის გარდა ვერაფერს ვერ ამჩნევენ უმეტესად. აი, როცა ეს პერიოდი გადის, შეყვარებულობის პერიოდი, როცა გადის, ერთმანეთს უკვე ცოტა თვალს ვაცილებთ და სხვა მხარეს ვიწყებთ ყურებას და ამ დროს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთ მხარეს ვიყურებოდეთ, ერთი ინტერესები გქონდეს, იმიტომ რომ რაღაც ხო უნდა გვაკავშირებდეს არა. წლები რო გადის და როცა აი ეს მიჯაჭულობა, როდესაც გავიდა პირველი აღფრთოვანება, როდესაც გავიდა და როცა შეყვარებული ხარ, რა ხდება? საერთოდ ვერ ამჩნევ ამ ადამიანის ნეგატიურ მხარეებს, ვერაფერს ვერ ხედავ. აი როცა ეს ყველაფერი გადის და უცებ ხედავთ ერთმანეთს უკვე რეალურს. ერთ-ერთი პარტნიორი იწყებს ამის დანახვას, ხო? ჯერ ერთს გასდის ეს მომენტი, მერე მეორეს და როდესაც დაიწყებს დანახვას რეალური ადამიანის, თუ მისთვის მისაღებია ეს ადამიანი, ისეთი როგორიც არის, თავისი პლუსებით, თავისი მინუსებით, თუ მაინც იღებს მას, მისი გადაკეთება არ უნდა.
აქ უკვე ჩნდება ის, რომ ეს უნარები, როგორ შევცვალო ის, რაც შესაძლებელია, როგორ მივიღო ის, რაც მისაღებია და თუ მართლა სიყვარულია, მაშინ ეს ყველაფერი უკვე აღარც გამაღიზიანებელია და აღარც მიუღებელი. აი, როგორ გავიგო თუ შეყვარებული ვართ თუ არაო, ანუ სიყვარული არსებობს თუ არაო. მე ვამბობ, რომ დავაკვირდე, როგორ ვარ მე ამ მდგომარეობაში. თუ ეს ყველაფერი ჩემთვის სასიამოვნოა და თუ ეს ყველაფერი მომწონს, მაშინ საქმე გვაქვს სიყვარულთან. თუ არ მომწონს, უსიამოვნო თუ არ ერთი სული მაგ გავიქცე და მინდა სულ რაღაცა შევცვალო, მაშინ სიყვარული არ არის. და თავს ვიტყუებ და ყველაზე დიდი შეცდომა რა არისო იკითხე. თან ვიმახსოვრე, ხო რა ნიჭიერი ვარ. ყველაზე დიდი შეცდომა რა არის? რომ მეორე ნახევარი უნდა იპოვო, რომ არსებობს მეორე ნახევარი, რომელიც ზუსტად ის ადამიანია და მხოლოდ ის ადამიანია, რომელიც შენი მეორე ნახევარია. ასე არ არის. ადამიანები უნდა ვიყოთ ნახევრები არა, მთლიანები და ორმა მთლიანმა ადამიანმა უნდა მივიღოთ, ორმა მთლიანმა ადამიანმა უნდა ვიპოვოთ ერთმანეთი და მივიღოთ. კიდევ ის რომ არის თუ არა არასწორი ადამიანი და არასწორი დრო, ხო? არასწორი ადამიანი არ არსებობს და არც არასწორი დრო არ არსებობს. ჩემი დამოკიდებულებაა ისეთი, როგორიც არის. შეიძლება შენ ჩემთვის არასწორი ადამიანი ხარ, ამ დროს ვიღაცისთვის ძალიანაც სწორი ადამიანი ხარ და ამისთვის შესაბამის დროს, შესაბამის ადგილას შეიძლება ძალიან შეუსაბამო ადგილას და ძალიან შეუსაბამო დროს შეხვდე ისეთ ადამიანს, რომელიც შენია. და ის სამი საერთო ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, რომ ტოლვაც გაქვს, საერთო ინტერესებიც გაქვს და გინდა ამ ადამიანთან რაღაც საბოლოო დიდი გრძელი ცხოვრება ერთად გაატაროთ. მაგრამ აი ზოგჯერ არის ხოლმე რთული პერიოდებიც ურთიერთობაში, როდესაც თქვათ ყველაზე რთული არის ის, რომ ალბათ გვტკენენ, მაგრამ იმაზე უფრო რთული არის, რომ ჩვენ მაინც ვრჩებით და გვინდა დავრჩეთ იქ, სადაც გვტკენენ, თქვათ და ვუბრუნდებით იმ ადამიანს, რომელმაც თქვათ ადამიანს, რომელიც არ გვაფასებს. აი როგორ უნდა გავარჩიოთ, ქალბატონო ლალი, სიყვარული უბრალოდ უკვე დამოკიდებულებისაგან. რომ აი უბრალოდ ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მაინც დავრჩეთ იმ ადამიანთან, ვინც არ გვაფასებს, ან იქ დავრჩეთ, სადაც ერთხელ უფრო გვატკინეს. სიყვარული ერთმნიშვნელოვნად სიყვარული ტირე არის სიხარული. თუ სიყვარული მე არ მაბედნიერებს, მაშინ ეს სიყვარული არ არის. მაშინ ეს არის არაჯანსაღი ურთიერთობა, ეს არის მიჯაჭვულობა და მაშინ მობძანდით. ვიმუშაოთ, იმიტომ რომ ამის განკურნება შესაძლებელია. იმიტომ რომ ნახე მიჯაჭვულობა რა არის. ეს ძალიან ხშირად ბავშვობიდან მოდის. შეიძლება ბავშვობაში მქონდა ეს არაჯანსაღი ურთიერთობა, ვხედავდი რომ უნდა დამემსახურებინა მშობელთან სიყვარული, რომ თუნდაც შექება მიმეღო. ან შეიძლება მშობლებს შორის იყო ცივი ურთიერთობა, ან შეიძლება კარგი გოგო და კარგი ბიჭი რომ ყოფილიყავი, შევესაბამებოდი მათ ინტერესებს. და ახლაც, როდესაც იცის განსაკუთრებით რთული არის დამოკიდებულება, როცა აი ხან თავზე ხელს გისვამენ და ხან გეჭყობებიან. მაშინ ელოდები, სულ იმედი გაქვს, რომ იქნებ რაღაც შეიცვალოს. იქნებ ახლა მაინც დაალაგდეს ყველაფერი, იქნებ ყველაფერი გამოსწორდეს. სამწუხაროდ ასე არ ხდება, იმიტომ რომ ის კარგი მთავრდება და ისევ გადავდივართ ნეგატივში და თავს ვიტყუებთ, მაგრამ ადამიანები მიდრეკილები ვართ, რომ ჩვეული, ნახე შეჩვეული ჭირი ჯობიაო, ხო, შეუჩვეულ ხინსო და ძალიან ხშირად ის, რომ შეჩვეული ვარ მე არ სიტუაციას და ძალიან ხშირად ესეთ პარტნიორს ვეძებ, რომელიც ჩემთვის ახლოს არის და რომლის სიტუაცია ჩემთვის ნაცნობია, იმიტომ რომ მე ვიცი ამ შემთხვევაში როგორ მოვიქცე და მინდა რომ ეხლა მაინც გავიმარჯვო ამ სიტუაციაში. ეხლა მაინც მივიღო ის აღიარება და ის სიყვარული, რაც შეიძლება ბავშვობაში ვერ მივიღე. თუმცა ამის გარდა შეიძლება კიდე ბევრი სხვა მიზეზიც იყოს. რადგან აქ ვსაუბრობთ ასეთ ურთიერთობებზე, ძალიან მინდა გკითხოთ ერთ-ერთი გავრცელებული ურთიერთობების ტიპი არის დღესდღეობით ტოქსიკური ურთიერთობები. და სწორედ აი მაინტერესებს, როგორ შეიძლება რომ ამოვიცნოთ ტოქსიკური ადამიანი და ვთქვათ, აი ზოგიერთი ადამიანი ამართლებს იმით, რომ ეს არ არის ტოქსიურობა, ეს არის უბრალოდ ადამიანის რთული ხასიათი აქვს და სწორედ ამიტომ ხდება ეს ყველაფერი. და აი როგორ უნდა გავარჩიოთ უბრალოდ ეს ტოქსიკურ ურთიერთობაში ვართ რეალურად თუ მაგალითად ადამიანს რთული ხასიათის არის თუ ტოქსიკური, რთული ხასიათის ადამიანები არსებობენ, რა თქმა უნდა, და ძალიან ძნელია ხშირად გიწევს, რომ რამდენიმე ჯერ გაუმეორო ერთი და იგივე რამე რომ გაიგოს ამ ადამიანმა. მაგრამ როდესაც შენ მართალი ხარ, ძნელად, მაგრამ იგებენ ეს ადამიანები.
და ცდილობენ რომ ბოლოს და ბოლოს მაინც გაიგოს რაღაცა და ტოქსიკური ადამიანი არასოდეს თავის თავს არ აღიარებს დამნაშავედ. არ არსებობს მან თქოს რომ მე შემეშალა ყოველთვის გარეთ ეძებს პრობლემას ან შენ გაბრალებს, ან გარემოს აბრალებს, ან სახელმწიფო ნებისმიერ ვინმეს და ნებისმიერ რამეს გარდა საკუთარი თავისა. და როდესაც ადამიანთან მე ცუდად გრძნობ თავს, უნდა დავამთავრო ურთიერთობა, იმიტომ რომ მას მიაქვს ჩემგან მთელი ეს დადებითი ენერგია და გონია ხოლმე რომ ვაიმე ცოდოა, არავინ არ არის ცოდო. ყველა თავის გზას იპოვის და ჯერ მე უნდა ვიყო კარგად რომ სხვები გავაბედნიერო და თუ მე არ ვიქნები ბედნიერი და თუ მე შენთან ურთიერთობა არ მაბედნიერებს, მაშინ მე ვერც შენ გაგაბედნიერებ, ვერც ჩემ შვილებს გავაბედნიერებ და ვერც გარშემო მყოფებს. ამ დროს ჯობია დაიშალოს ურთიერთობა, იმიტომ რომ დასაშლელი უნდა დაიშალოს, ბავშვებს ურჩევნიათ ორი ბედნიერი მშობელი ცალ-ცალკე, ვიდრე ორი ერთად და ეს ურთიერთობა როცა არის ტოქსიკური, ბავშვები ზიანდებიან ყველაზე მეტად. რა თქმა უნდა, პარტნიორები ზიანდებიან, მაგრამ ბავშვები ყველაზე მეტად ზიანდებიან, გარშემო ყველა ზიანდება და ამიტომ ჯობია ყველამ თავის გზაზე გააგრძელოს სიარული ამ შემთხვევაში. ერთი ასეთი მომენტია კიდევ ურთიერთობებში, აი მაგალითად არასთქმა, რატომღაც ბევრ პარტნიორს ეს ქალი იქნება თუ უფრო მეტად ალბათ ქალები, არასთქმა უჭირთ, იმიტომ რომ გონია რომ რაც უფრო მეტად დათმობენ, უფრო დაეთანხმებიან და თქვათ აი ყველაფერში ხელშეუწყობენ თავის პარტნიორს, ამით უფრო შეინარჩუნებენ თავისთვის ყველაზე ძვირფას შემთხვევაში ურთიერთობას. აი მაინტერესებს რატომ უჭირთ არასთქმა ურთიერთობაში და რატომ გონიათ რომ თუ მეტად დათმობენ, უფრო მეტად ეყვარებათ. რეალურად ეს ხო არის, ასე ვთქვათ, დათმობაზე აგებული სიყვარული და გამოდის ეს ჯანსაღი სიყვარული ისა. მაგას ეს ყაპარს მოგიყვები. დიდი სიყვარული. უდაბნოში ამოხეთქა წყარო. კამკამა წყაროა, არაჩვეულებრივი და გვერდზე გადის საქარავნო გზა. ესენ მექარავნები, როდესაც მიდიან და ეს წყარო ნახეს რომ არის, გადადიან, სვამენ ამ წყალს, ლოცავენ ამ წყაროს, ანკარაკრიალას, რა ვიცი, ამკობენ ათასნაირი ეპითეტებით. და წყარო ძალიან ბედნიერია, რომ ამდენ ადამიანს უყვარს და გადაწყვეტს, რომ იცი რა, მოდიო ცოტა გავდიდდებიო, გავიზრდებიო და უფრო მეც სითბოსთა სიყვარულს მივიღებო და გადმოვიდა ადით და კალაპოტიდან და გზაზე გადმოვიდა. ძალიან ბევრი გახდა, უნდა რომ 100 ამოვნოს მაქსიმალურად. და მექარავნებს მოუწიეთ გზაზე რომ გაიარონ, ამ წყაროსში უნდა გაიარონ. ხო, ატალახდა იქაურობა, ეფლობათ ეს აკლემები, ძალიან ისეთი სიტუაცია და დლანძღვა დაუწყეს წყაროს. ანუ მიხვდი ხო მორალს. როდესაც ნახე საზღვრები არის აუცილებელი. საზღვრების იქით მე რომ გონია რომ დაუთმობ, ყველაფერს დასულს ამოუღებ, დაუდებ, ჩემს ყველაფერზე უარს ვიტყვი, არავის არ ჭირდება. გაუფასურება ხდება მაშინ ადამიანის და არც იმ პარტნიორს აღარ ჭირდება და შენ ფას ვეღარ იგებს. შენ თვითონაც ვეღარ იგებ შენ ფას და თვითშეფასება რა თქმა უნდა ჩამოდის ნულს ქვემოთ და უკვე შენ თვითონაც უდად ხარ და არც არავინ აღარ გაფასებს. ამიტომ საზღვრები, ნორმალური საზღვრების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. იმიტომ რომ მე ზუსტად რომ მაშინ ვთქვა არა, როცა ვამბობ არას. კარგი გოგოს და კარგი ბიჭის სინდრომი ეს ძალიან დიდი ხანი მქონდა მე თვითონაც. და როდესაც მივხვდი რომ იცი რა, იმ დროს როდესაც შენ სხვის სურვილებს ერგები, მისი ცხოვრები ცხოვრობ. შენი ცხოვრებით არ ცხოვრობ და ძალიან ბევრი წლები გვიწევს ხოლმე რომ ვიცხოვროთ დედის, მამის, მეგობრების, მეუღლის, რა ვიცი და შენ სადა ხარ. ამიტომ მოусმინო ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი თავის მოსმენა ვისწავლოთ. ვისწავლოთ ის მე რა მინდა. სხვას რა უნდა კი არა, მე რა მინდა. რა თქმა უნდა, ამას სხვა არ უნდა დააზიანოს, მაგრამ აი ძველი ანდაზაა, ხო, ჯერ თაო და თაო, მერე ცოლო და შვილოო და სულ მიკვრდა ხოლმე რანაირი ანდაზაა მეთქი, მაგრამ ესია უყურე, ჯერ მე უნდა ვიყო კარგად, რომ მე ისე გავაკეთო, რომ შენს კარგად იყო და მიმინოში არის ერთი მომენტი თუ გახსოვთ. მეო შენ ეს სომეხი როდესაც მოდის დიდი მანქანით და მოყავს თავისი უფროსი, თელავში უნდა შევიარო და რა გინდაო თელავში ესე უნდა რომ აი ხა მე რო შენ თელავში წაგიყვანო ჩემ მეგობარს ვალიკოს გაუხარდება და ვალიკოს რო გაუხარდებაო მეც გამიხარდება და მე რო გამიხარდება მე შენ ისე მიგიყვანო რომ შენც გაგიხარდებაო. ხო და აი ეს მე უნდა ვიყო ბედნიერი რომ შენ გაგაბედნიერო, სხვანაირად ვერ. წეგან მახსენეთ ნდობა.
რომელზეც ხშირად ასე ვთქვათ არ საუბრობენ, არადა ფითვლი რომ თვითონ ურთიერთობა საფუძვლად და ასე ვთქვათ უჩუმრად ყველაფერს უდევს ნდობა. და ბევრს გონია ადამიანებს რომ რაღაცა ყველაზე ალბათ მარტივად ირღვევა ნდობა და რთულად აღდგება. მე პირადად ასე ვთვლი. და ბევრსაც მიაჩნია რომ თუ ერთხელ ეს ნდობა დაირღვა, ძალიან რთული არის მისი აღდგენა. ქალბატონო ლალი, აი თქვენი შეხედულებით რა არის ნდობა და შესაძლებელია თუ არა მისი სრულყოფილად აღდგენა თუმდაც ურთიერთობების კუთხით რომ ვთქვათ ღალატის შემდეგ. ნდობა ალბათ არის ადამიანების ურთიერთობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც უცებ არ ჩნდება, ალიბდება ძალიან ბევრი დროის გასვლის შემდეგ, როდესაც ადამიანი გამოცდილი ყავს სხვადასხვა სიტუაციაში, ხედავ როგორ მოიქცა, როგორია ეს ადამიანი, მაგრამ ძალიან ხშირად ხდება ისე, რომ ხო ნდობა სამწუხაროდ იკარგება, მაგრამ მე მგონია რომ ნდობის აღდგენა ხდება ოღონდ არა იმ ფორმით, რა ფორმითაც იყო, უბრალოდ სხვა ფორმით და ერთ-ერთი მაგაზე მახსენდება იაპონელებს აქვთ ძალიან საინტერესო ტექნიკა, არ ვიცი იცი თუ არა, როდესაც ჭურჭელი ჭიქა ტყდება, ან ფიალა არაგდებენ, აწებებენ, ოღონდ აწებებენ ოქროს ვარაყით და ეს ჭიქები არის მერე ბევრად უფრო ძვირფასი ვიდრე იყო და თვლიან რომ ამ ჭიქას უკვე ისტორია აქვს. ამ ჭიქამ უკვე გადაიტანა და უკვე სხვა სტატუსით არის. ზუსტად ესე ადამიანებში ურთიერთობაც, როცა გატყდა ეს ურთიერთობა და მე ესე მგონია აღდგა და ამ აი კინცუგი, რასაც ქვია ამ იაპონიაში და ეს მოხდა, იცი? ალბათ ჭკუის სწავლა, როდესაც ადამიანმა ჭკუა ისწავლა, ოღონდ ლაპარაკი მაქვს, როცა მონანიება ნამდვილი იყო და მიხვდი, რომ რაღაცა არასწორად გააკეთე და უღალატე ადამიანს. ალბათ ამისი აღდგენა შესაძლებელია, ну, რა თქმა უნდა, სხვა ფორმით და სხვა ხარისხით, ამას უკვე სხვა ისტორია აქვს. თუმცა ადამიანები ზოგჯერ ენდობიან ერთმანეთს, ზოგჯერ არა და ამაზეც მოგიყვები ისტორიას. მოკლედ ერთი კაცი ასეირნებს ტრედს გალიაში უზის და გამოყვანილი ყავს ასეირნებს და პატარა ბიჭი მივიდა და ეუბნება რომ რა ასაკეთებო და ვასეირნებო ამ ტრედსო და რატო ასეირნებ? იმიტომ რომ ძალიან მიყვარსო. ხო და თუ ძალიან გიყვარსო, გაუშვიო, რატო არ უშვებ და რო გაუშვაო, შეიძლება აღარ დაბრუნდესო და თუ არ უყვარხარ და არ დაბრუნდებაო, თუ გიყვარსო, მაშინ როგორ უნდა მოიქცეო? ნახე, ჩარჩოში და გალიაში მოქცეული სიყვარული არ არის. იქ სადაც ნდობა არ არის, ეჭვიანობა არის პირველი ძალიან ცუდი მომენტი, რომელსაც სიყვარულთან არავითარი კავშირი არ აქვს. ადამიანი, რომელიც ეჭვიანობს თავის პარტნიორზე და მას თავისუფლებას არ აძლევს, აქ ეს სიყვარული არ არის. ეს არის პრობლემა, ოღონდ არა პარტნიორის პრობლემა, ჩემი პრობლემაა. ესე იგი მე არა ვარ ჩემ თავში დარწმუნებული, ან ბავშვობის ტრამვა მაქვს, ან გამოცდილებაში მაქვს ისეთი რამე და ეს პარტნიორზე არაფერს არ ამბობს. თუმცა თუ ადამიანი მართლა მიყვარს, მე მას ვენდობი კიდევაც. ეჭვიანობა ვახსენეთ და სხვათა შორის, აი თვლი რომ ერთ-ერთი ალბათ ყველაზე საინტერესო ემოცია ურთიერთობებში, იმიტომ რომ შეიძლება არაფერი მიზეზი არ იყოს ამისთვის და ის ლოგიკურ ახსნასაც არ ექვემდებარებოდეს. ხო, ექვემდებარებოდეს და იმ დროს ჩდებოდეს. ალბათ შეიძლება ეს იყოს შიშის, შეიძლება იყოს თქვათ უწინა ურთიერთობის გამოცდილების, ან უბრალოდ თვითშეფასების პრობლემაც, ხო? და აი თვითშეფასება უფრო კიდევ ერთხელ რო ვთქვათ, აი როგორ მოქმედებს პარტნიორულ ურთიერთობაზე? თვითშეფასება ზუსტად ის, რომ მე არა ვარ საკმარისად კარგი და მიმატოვებენ. ეს არაცნობიერია, ძალიან ხშირად ვერ იაზრებ და გგონია რომ აუ შენ არ მიყალატო, მაგრამ შენ არაფერ შუაში არ ახარ, სინამდვილეში მე მაქვს პრობლემა. ნებისმიერ შემთხვევაში ეჭვიანობა არის იმისი პრობლემა, ვინც ეჭვიანობს. და კონტროლი. კიდევ ერთი ესეთი მომენტი არის, რა ფიქრობთ რომ აი რაღაცა რაც უფრო მეტად დავაკვირდებით სიტუაციას, ჩავეძიებით დეტალებს და ყველაფერი გვეცოდინება, უფრო მყარი იქნება ჩვენი ურთიერთობა. ალბათ კონტროლიც ერთ-ერთი არაჯანსაღი სიყვარულის ფორმა გამოდის, ხო, როგორც ვთქვათ ეჭვიანობა. კონტროლი საერთოდ არ მეყვარს ეს სიტყვა. არც ერთ ურთიერთობაში არ მომწონს კონტროლი, იმიტომ რომ ვიცი რა ნამდვილიც გინდა აკონტროლე, თუ ადამიანს მოტყუება უნდა მაინც მოგატყუებს და კონტროლი მე ესე მგონია რომ მე არ ვლაპარაკე საქმიან ურთიერთობებზე, ხო? პირად ურთიერთობაში, აი რა ვიცი, რას გულისხმობ კონტროლში, ის რომ აბა საწახვედი, აბა აქ ახარ, დამირეკე, თუ უნდა რამის მოხერხება, ისე მოახერხებს ის ადამიანი, იმდენად შეურაცხმყოფელია, მე მყავდა მაგალითად ერთი კლიენტი
ქალი ახალგაზრდა, რომელიც მოვიდა მახსოვს ტირილით და ტკივილით, რომ ქმარი ეჭვიანობდა მასზე ძალიან და უკონტროლებდა ყველაფერს და როდესაც ხელით შეეხო, გამოვედიო ვიდექი გაჩერებაზე და ვტიროდიო, თქვა და ვიღაცამ გამიჩერა მანქანაო და ჩავჯექი მანქანაში, ვიფიქრეო, რომ მაინც მაბრალებენ რაღაცეებს და გავაკეთო მაინც და ისე დამაბრალონო. და გადავდგიო, არასწორი ნაბიჯიო, მაგრამ იმის მერე ქმარი როცა მეჩხუბებოდაო, უკვე ფიქრობდიო, რომ დავიმსახურე ოჯახის დანგრევა არ მინდოდაო. და მოხდა ისე, რომ ამ ქალმა გაუშვა ეს აი ძალიან, აღარ ბრაზდებოდა იმ ქმრის ჩხუბებს და როცა აღარ ბრაზდებოდა, ეს ქმარიც დამშვიდდა და სხვათა შორის შემდეგ ძალიან კარგი ოჯახი აქვს უკვე. ძალიან ბევრი წლები გავიდა, ამ ქალმაც მოინანია თავისი დანაშაული, მაგრამ ეს იყო ის მომენტი, როცა შეურაცხყოფისგან თვითონაც უარესი გააკეთა, თავის დაიტანჯა და თელია. ქალბატონოლალი, მინდა ასევე ვისაუბროთ წყენაზე. წყენა ისეთი რაღაცა არის, რომ ადამიანმა შეიძლება წლების განმავლობაში ატაროს გულით, იმიტომ რომ რაღაც თქვათ არ მოხდა გარკვევა, ასე ვთქვათ, მიზეზის დადგენა და შეგნით დაიტოვეს. რატომ გვიჭირს ხოლმე უმეტესწილად ადამიანებს წყენის გაშვება და რა ხდება ხოლმე მაშინ, როდესაც ამ წყენას ადამიანის მიმართ დიდხანს ვინახავთ? იცი რა, წყენის გაშვება გვიჭირს მაშინ თუ ჩვენ ამას იმ წუთას არ ვარკვევთ და არ ვამბობთ ეს რა იყო და რატო არ ვამბობთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არ დავკარგოთ, მაგრამ აქ არის ერთი მაგრამ. დასაკარგი უნდა დაიკარგოს. თუ მე ადამიანს ვინარჩუნებ, აი მაგალითად, რა ვიცი, ეწყინება თუ რაღაცა, რა ვიცი, ყავა არ აუდუღე. და თუ მას ეწყინება, რომ მე ყავა არ აუდუღე და ამის გამო დამკარგავს, მაშინ უნდა დაიკარგოს. იმიტომ რომ ადამიანი, მე ურთიერთობაში წყვილებსაც სულ ვეუბნები, წყვილებთან მუშაობ, მე ძალიან ჩემი ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება და პირველი, რასაც ვეუბნები, გინდა შეყვარებულებს, გინდა ცოლ-ქმარს, იყავით ის, ვინც ხართ, გულწრფელები. გეწყინება გეწყინოს, გაბრაზდება გაბრაზდი. ჩხუბი გინდა იჩხუბე, იმიტომ რომ გავიცნოთ ერთმანეთი ნამდვილი, რომ როცა დავქორწინდებით, მე ხდება ხოლმე, როცა აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანი ყოფილა, თურმე ეს წინს, თურმე ეს არ მოწონს, აქამდე მე ეს არ ვიცოდი. ამიტომ თავიდანვე გამოვავლინოთ ჩვენი თავი ისეთები, როგორებიც ვართ, ან ვიღებთ ერთმანეთს, ან ვიშლებით. კი, მართალი არის. აი სიყვარული ზოგადად ბევრს გონია, რომ ეს არის რაღაცა ერთი ისტორია, რომელიც ერთხელ მოდის და მეორედ აღარ მეორდება. შესაძლებელი არის ვთქვათ, რომ სიყვარული თავიდან ვისწავლოთ, ანუ რეალურად არის რაღაც მოცემულობა ისეთი, აი რამდენჯერ შეიძლება ადამიანს რო რეალურად რამდენჯერ შეუყვარდება, კი. კი, ანუ შესაძლებელი არის. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ სიყვარული თავდება, ხო? შეიძლება ზოგჯერ მთელი ცხოვრება გაგრძელდეს, მაგრამ სიყვარული როდესაც დამთავრდა, ახლებურად და ახალ ადამიანს ვიყვარებ და შეიძლება თვისობრივად საერთოდ სხვა ადამიანის შევიყვაროთ. ნახეთ, ძალიან ხშირად არის, რომ ერთი პარტნიორი ვითარდება, განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე გადადის, სხვა ინტერესები უჩნდება და ინტერესი აღარ აქვს საერთო. და დამთავრდა სიყვარული, შეიძლება მეგობრებადაც დარჩნენ და ამ ბოლო დროს ახლა ეს ტენდენცია წამოვიდა, რომ ადრე რო იყვნენ გადაკიდებული დანასისხლად, ახლა ესე არ არის. მეგობრებად რჩებიან, ერთმანეთს პატივცემენ, უყვართ ერთმანეთი როგორც მეგობრებს, მაგრამ ცოლ-ქმრობა იქ აღარ გამოდის. და რა თქმა უნდა, ამ დროს აბსოლუტურად შესაძლებელია ახალი სიყვარული გაჩნდეს. გამოთქმაც არის ესეთი, ახალი სიყვარული კლავს ძველს, თუმცა ის ძველი სიყვარული მკვდარი უნდა იყოს, რომ ახალი გაჩნდეს. თუ ახალი ძველს კლავს, მაშინ ეს ახალიც მალე მოკვდება. იმიტომ რომ ურთიერთობა უნდა იყოს დამთავრებული, რომ ადამიანი მზად იყოს ახალი ურთიერთობისთვის. თუ ურთიერთობაში ხარ და ახალი ურთიერთობა ჩნდება, ეს და იმის გამო ჩნდება ეს ურთიერთობა, რომ დაივიწყო ეს ურთიერთობა, დამთავრება გინდა და დასრულებაში გეხმარება, ამას კარგი შედეგი არასოდეს არ მოაქვს. თუმცა ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის როგორც ვთქვით, არ არის აუცილებელი რომ იყოს სიყვარული. ხო, შეიძლება სიყვარული ალბათ დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდეს, ხო? ხო, ვთქვით რომ სამი რამეა, რაც სიყვარული ნამდვილად რაც არის, ის რასაც ჩვენ სიყვარულს ვეძახით, არის შეყვარებულობა. არის ეს ლტოლვა, ნება, როცა ჟრუანტელი და ჭიანჭველები დაგდის ხეულში, მე დროთა განმავლობაში ეს გადის, რა თქმა უნდა და უკვე პატივისცემა, ერთმანეთის დაფასება, ერთმანეთის მოსმენა, სიყვარულში ყველაზე მთავარი რა არის? ერთმანეთის მოსმენა ვიცოდეთ, ერთმანეთი გვაინტერესებდეს.
ერთმანეთს ვიღებდეთ ისეც როგორებიც ვარ და ერთი არაჩვეულებრივი ფილმია არ ვიცი ნანახი გაქვთ თუ არა ძალიან კარგი ფილმია როცა ცოლს ემართება დემენცია დღიურები ქვია მე მგონი ქმარი მიდის და ყოველდღე თავიდან უყვება მათი სიყვარულის ისტორიას როგორ გაიცნეს დრო არ ახსოვს სამქალს ყოველდღე სიკვდილამდე აი ეს არის სიყვარული სიყვარული და კიდევ ერთი ასეთი სიტყვა ეს არის ბედნიერება, რომელიც ალბათ ძალიან რთულად ახსახსნელი გამოცდილება არის. რა არის ბედნიერება, ქალბატონო ლალია, როგორ ჩდება ჩვენ ცხოვრებაში და აი ხშირად გამიგია ხოლმე, რომ ადამიანს შეიძლება აქვს ყველაფერი, რა სჭირდება ბედნიერებისთვის, მაგრამ რო კითხო მაინც გეტყვის, რომ არ არის ის ბედნიერი. ხო, რა ვიცი, რა სჭირდება ბედნიერებისთვის, ვის რა სჭირდება კიდე ერთი საკითხია, ხო, და ერთი არაჩვეულებრივი გამოთქმა მოვისმინე ამას წინათ, რომ როდესაც დილით იღვიძებ და სამსახურში მიდიხარ და გიხარია, როდესაც სამსახურიდან სახლში ბრუნდები და გიხარია, დავამატებ, როდესაც მეგობრებთან მიდიხარ და გიხარია, როდესაც გარეთ გადიხარ და თუნდაც ხეებს ეფერები, ცას ეფერები, ბუნებას ეფერები, გიხარია, ადამიანებს უღიმი და სიცოცხლე გიხარია. მე მგონია, რომ ეს არის ბედნიერება. და აი მაინტერესებს ადამიანი შეიძლება იყოს მარტოობაში ბედნიერი თუ ეს უბრალოდ არის თქვა წინა ურთიერთობის გამოცდილება აი წინა ურთიერთობის იმედგაცრუების შედეგი აი როგორ უნდა მივხვდეთ რომ მარტოობა ეს არის არჩევანი და არა მაგალითად შიში რომ ახალი ურთიერთობა დავიწყოთ თუ მე მარტო ვარ იმიტომ რომ მეშინია არ მატკინონ და გაურბივარ ამას, ეს არის რა თქმა უნდა არაჯანსაღი, ხო? მაგრამ თუ მე თვითკმარი ადამიანი ვარ, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს, ჩემს ციგნებთან, ჩემს მუსიკასთან, რა ვიცი, ჩემს ძაღლთან, ჩემს ბუნებასთან, ჩემს ფიქრებთან. მაშინ მე თვითკმარი ადამიანი ვარ და აბსოლუტურად ბედნიერი ვარ და არ მჭირდება დიდი დოზით ურთიერთობა, თუმცა ძალიან საინტერესო კვლევა ჩატარდა ჰარვარდის უნივერსიტეტში, ყველაზე გრძელვადიანი 80-წლიანი კვლევა იყო, როდესაც გამოიკვლეს ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების საიდუმლო რაში იყო. და გამოკითხეს 800-მდე, დაკვირვება მიდიოდა 800-მდე ახალგაზრდაზე, როცა დაიწყეს ესენი 17-18 წლისები იყვნენ და რო დამთავრდა 90-ს იყვნენ გადაცილებულები და იპოვეს რამდენიმე ფაქტორი, რაც აბედნიერებს ადამიანს, აი ამის საიდუმლო რაც იყო. ერთი იყო ის, რომ ადამიანი, რომელიც პრობლემას უყურებს მსუბუქად და არაზვიადებს და ნებისმიერი მძიმე დაავადებაც რო შეხვდეს, თulis რომ ხო იმ კურნალებს და გაუვლის. მეორე ადამიანები, რომელსაც საყვარელი ადამიანი ყავდათ და საზრუნავი ობიექტი ყავდათ. ანუ საყვარელი ადამიანის არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობა იყო. მესამე ეს იყვნენ განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები, რომლებიც განვითარებას არ აჩერებენ ნებისმიერი მიმართულებით. ის კი არა, ასაკში შეგიძლია იყო ახალგაზრდა, თუ რაღაცა ჰობი გაქვს, ან რამეს მოძებნი. ვიქტორ ფრანკლი 80 წლის იყო, როდესაც კითხეს, რომ სტუდენტებმა, რომ აი ხა რას აკეთებთო, სწავლობ თუ რამეს და კი ხა თვითმფრინავის მართვა სწავლობ და კი მაგრამ რა გინდათო და რატო და სულ მაინტერესებდაო და რატომაც არა ხა მაქვს დრო და ვისწავლიო. ეს განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანები და მეოთხე იყო ადამიანები, რომლებსაც ყავდათ საკუთარი ფსიქოთერაპევტი. და მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი რა იყო, იცი საფუძველთა საფუძველი. სოციალური ურთიერთობები. ანუ ურთიერთობები არის აუცილებელი პირობა ხანგრძლივი და ბედნიერი ცხოვრების. თუმცა გამონაკლისები რა თქმა უნდა არსებობს. მაგრამ ვიურთიერთოთ, რომ ვიყოთ ბედნიერები. აქედან გამომდინარე, აი მაგალითად ადამიანს, რომელიც დაკარგულია საკუთარ სიყვარულში, ემოციებში არ არის გარკვეული თქვენ არჩევას მიცემდით როგორც პროფესიონალი. საიდან უნდა დაიწყოს, რა ნაბიჯები უნდა გადადგას ამისთვის, რომ ესე ვთქვათ, რეალურად იგრძნოს ბედნიერება. ჯერ გაიგოს სად არის, დააკვირდა საკუთარ თავს, აბედნიერებს თუ არა ეს ურთიერთობა. თუ ეს მე არ მაბედნიერებს და თუ მე ეს არ მსიამოვნებს, მაშინ ეს სიყვარული არ არის. ნახე ნახე ის კი არ არის, რომ აი მე მყავს მაგალითად კლიენტი, რომელიც მეუბნებოდა რა, როგორ დავშორდეო, ესე მე არავინ არ შემიყვარებსო. თავარი ის კი არ არის იმას როგორ უყვარხარ, თავარია შენ როგორ გიყვარს. შენ როგორ გრძნობ თავს. შენ თავში უნდა ეძებო პასუხი და შენ თავში უნდა გაარკვიო. თუმცა ცდა შეიძლება
ეცადე შენ შეცვალო დამოკიდებულება. როდესაც ადამიანი არ იცვლება და შენ თვლი რომ ის გიყვარს, მაშინ შენ უნდა შეცვალო დამოკიდებულება იმ ფაქტის მიმართ, რაც არ მოგწონს. თუ მოახერხეთ, ოღონდ შინაგანად ეს მე არ ვლაპარაკობ გარეგან და უნარებით. შიგნიდან თუ შეცვალე დამოკიდებულება და მაგალითად ადამიანი რომელიც რავდა 11 საათამდე არ დგება და ეს გაღიზიანებს, იმიტომ რომ შენ 7 საათზე დგები. ან იღებ ამას და twins არ უჭამ რომ ადექი კაცო იქნება მე 11-ზე უნდა ვდგე და ხამე დავწვე 12 საათზე თუ პირველზე 2-ზე ესეთი ცხოვრების წესი მაქვს და შენ თუ ამას ვერ იღებ მაშინ ჩვენ ერთად ყოფნა გაგვიჭირდება ერთ-ერთმა უნდა გაიაზროს და გაიგოს და დათმოს ოღონდ ეს არ უნდა მოხდეს იმის ხარჯზე რომ მე შიგნიდან ეს წინააღმდეგობა მაქვს და ამას ვერ ვიღებ. თუ მე მივიღე რომ ის ესეთია და მორჩა და აღარ ვღიზიანდები, აი ეს უკვე არის წინ გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ თუ მე რაღაც მაღიზიანებს და საკუთარი ჯანმრთელობის ხარჯზე ამას ესე ვიღებ, ეს არ არის ჭანსამაში დავამთავრო ჯობია. ან მივიღო ისეთი როგორიც არის, ან დავასრულო. ესაკებია. ძალიან საინტერესო იყო თვითონ თემაზე საუბარი და მართლა ვთვლი რომ ძალიან საინტერესო თემები არის ასეთი რაღაც თუნდაც სიყვარული, ბედნიერება რაღაც ბოლომდე ამოუხსნელი არის. ქალბატონო ლალი, ბოლოსკენ მინდა რომ რაღაც პატარა კომენტარივით დაგვიტოვოთ ჩემი ახალი წამოწყების ამ პოდკასტის შესახებ და ზოგადად თუ გინდათ რაიმეს თქმა, როგორც ამ თემასთან დაკავშირებით. მინდა ვთქვა რომ ამ ბოლო დროს ძალიან მომრავლდა პოდკასტები და მე მივესალმები. იმიტომ რომ თუნდაც ერთი ადამიანი თუ შეცვლის თავის დამოკიდებულებას, თავის შეხედულებას, რაღაცა სხვანაირად გაიგებს, რატომაც არა. ნახე, არის ხოლმე რომ მაგალითად მე მახსოვს ერთ ჩემს მეგობარს ვესაუბრებოდი აფთიაქების ქსელი აქვს და ვეკითხებოდი, რატო ხსნის ეს ყველა აფთიაქები ერთმანეთის გვერდ დამაფთიაქებს მეთქი და იცი რაო მითხრა, აი ერთში რო შევადა არ დახვდება, მე მეორეში შევა, მესამეში შევა და სულ ყველა იმუშავებსო და მე მგონია აი ეს ინფრასტრუქტურა იქნებაო. აი ეს პოდკასტებიც გაძლევს საშუალებას, რაც მეტი იქნება, რომ ყველამ აარჩიოს ის, რაც მას მოსწონს. და რატომაც არა. ძალიან დიდი მადლობა, მართლა ძალიან საინტერესო იყო თქვენთან ესე პირისპირ საუბარი, იმიტომ რომ ყოველთვის გისმენთ მართლა და ძალიან სასიამოვნოა თქვენი ვიდეოების ყურება და ჩემთვის მართლა ძალიან დიდი პატივი იყო, რომ დღეს ჩემი სტუმარი იყავით. ვთვლი რომ ამ მოკლე დროში ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე შევძელით რომ რაღაცა მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოგვეწოდებინა ჩვენი მაყურებლისთვის, რომ მიხვდნენ, რომ აი ამ თემებთან დაკავშირებით ეს ყველაფერი უნდა ვეძებოთ არა ჩვენ გარეთ, არამედ ყველაფერი პირველ რიგში იწყება ჩვენგან, არის ჩვენი შინაგანი სამყარო და საკუთარი თავიდან. ყველაფერი საკუთარი თავიდან იწყება. დიდი მადლობა კიდე ერთხელ ჩვენი სტუმარი იყო ქალბატონი ლალი ბადრიძე. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომ გვიყურეთ, ჩვენს გვერდით ხართ, არ დაგავიწყდეთ ჩვენი გამოწერა, ვიდეოების დალაიქება, ჩვენ კი შევხვდებით მომავალ ოთხშაბათს ძალიან საინტერესო თემებით დროებით.